აქ ჩაერთო ამ პროცესში ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. აი მართლა ხო არ შეიძლება რომ მადლობის გარეშე დატოვე ის ადამიანები, ვინც დაინტერესდა ამ პრობლემით და იმათი პრობლემით, ვისი ხმაც ჩვენ ადამიანები ვართ. და მეორე ის რომ უბრალოდ რატომღაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ყველანაირი სტანდარტის, ყველანაირი კონსულტაციის, ყველანაირი სახელმძღვანელოს გარეშე თვითონ გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოუაროს ცხოველთა პოპულაციას. ეხლა როდესაც ჩვენ ვიწყებდით მედათიკო მუშაობას 20 წლის წინ, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, დაჭერა და მოკლა. დებიუტი იყო ესეთი კლინიკა ითვლებოდა და აი ამ მთელი სხვადასხვა ჟურნალისტების დახმარებით რაღაცნაირად ეს დებიუტიც დაიკეტა და დავადექით ცივილურ გზას, დაჭერა, სტერილიზაცია, ვაქცინაცია, უკან დაბრუნება. ანუ ეს დაინერგა მოსახლეობის ცნობიერებას ამაღლდა ისე რომ უკვე აღარ მეგულება ადამიანი, რომელსაც ან სახლში არ ყავს, ან მიკედლებული არ ყავს, ქუჩებში დადიხარ და დგას ჯამი, სახლი, წყალი, ხალხი ზრუნავს ამაზე. ანუ მოსახლეობაზე მაქვს ლაპარაკი, ისინი არიან გადასახადების გადამხდელები და ხმის მიმცემების, ხო? დამოუკიდებლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნიან. და უცებ აი მათ წინააღმდეგ და მათი როგორ გითხრათ, ალბათ ოჯახის წევრია ლამის, ხო, ძაღლი, ესე გამოცხადდა უკვე კანონით უამრავ ქვეყანაში. უცებ აი ამ დიდი რაოდენობის წინააღმდეგ წავიდა სახელმწიფო. აი მართალი გითხრათ, რითი ხელმძღვანელობდნენ ვერ გავიგე და რატომ გადაწყვიტეს, რომ აი ესეთი ომი გამოუცხადონ ყველაზე დაუცველებს. მაგრამ აი თქვენ იმას უყურებდი სიუჟეტს, რამდენი დაუცველი ბავშვია. ხო? ანუ რაღაცას ყველაზე დაუცველების დაჩაგვრით თუ იწყებენ, რაღაცა თლათ არ არის, მე მგონი საქმე კარგად, ხო? აი ქავტოდიდან აი რა არის არსებული ვითარება? მოდი ამაზე აი რეალური სურათზე რომ ვესაუბროთ საზოგადოებას, ხო? თქვათ არც გადაჭარბებული და არც აქტუალური ინფორმაცია. აი რა იცით თქვენ, რა ხდება? თქვათ აი ეს კადრები, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ადგილებიდან, ხო ახლა ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი, რომ ცხეთაში აიყვანეს ძაღლები, ზუგდიდის მასალა თუ სამეგრელოში ერთ-ერთ რეგიონში ზუსტად არ ვიცი რომელი მუნიციპალიტეტია. ანუ აი რა სურათზე მიუთ, აი რას გეუბნებიან, რას პასუხობენ, სად მიდიან ეს ძაღლები? აი რა არაფერს არ პასუხობენ, ეს პირდაპირ გუშინ უსმენდი სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორს BMG-ზე იყო და ყველაფერი თქვა გარდა იმისა, სად გადაყავთ. ანუ ჩვენ ვაბრუნებთ. სად აბრუნებთ? წესია, საიდანაც აიყვანე, იქ დააბრუნო, ხო? ნუ ეხლა ჩვენ რო ავიღო და გულაგში ასახლებდნენ ადამიანებს, ხო? ანუ აი ეს არ ითქმის, იმიტომ რომ იციან, რომ ამაზე იწყება დიდი აგრესია. ვიყავით შეხვედრაზე, სადაც ასევე არ გითხრეს, რომ არ შეიძლება აქ, არ შეიძლება რესტორანთან, არ შეიძლება მაღაზიასთან, აფთიაქთან, ძაღლი დადის გადაადგილებადია. იგივეა რომ თქვენ რომ ცისფერთვალება ადამიანება არ გაიარონ სადღაც, ხო? ძაღლი მიდის პირველი იქ სადაც აჭმევენ, აი რაღაც თავისი ტერიტორია აქვს და მერე სეირნობს, ნუ რა ვიცი ახლა უამრავი ადგილია, ხო არ დაჭდება ესე და იჭდება. ამიტომ ეს არის პირველი დარღვევა. ეხლა დღეს რასაც ხედავთ, გაშვებულია სრულიად საქართველოში, სადაც კი მიგვიწვდება იმებს ხმა აქტივისტებს და იჭერენ და აღმოაჩინეს რაღაც ადგილი, სადაც სვავენ. მოღრიალებული მინდორი, სადაც ოპერაციას ვერ გავაკეთებ, ჰოსპიტალიზაციას ვერ გააკეთებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ და რატომ დაუსახლებელ ადგილას დასვა ძაღლის, ეს ნიშნავს, რომ გაწირო მშიერი სიკვდილისთვის, ხო? ანუ ნაწილი დასვეს დაუსახლებელ ადგილზე. აი ამ როგორ ფიქრობთ ამ ხმაურის შემდეგ თუ ესე ხდება? ასე ხდება, ანუ რაღაც უბრალოდ მედათიკო დილიდან დავდივართ აქეთ, მაგრამ მე რა მგონია ძალიან ამბავი დოტყდება, რომ აი ახლავე დააბრუნეთ ჯერდი, უკვე დაბირკული, უკვე ფული დახარჯულია, ან ბიუჯეტის, ან მოსახლის, ხო? კიდევ არსებობს ინგლისური ორგანიზაცია MEIHU. ისიც ბრიტანელი შემომწირველების ფულით ასტერილებს სრის და აბრუნებს, ხო? აი უცებ ამ ხელას ახსრები. ნუ მილიონებზეა ლაპარაკი, ხო? ბიუჯეტის და ისინი უცებ ვერ გააქრეს ეთყობა და ამიტომ რაღაცა ტერიტორიაზე დასვეს, მაგრამ უმეტესობა რა თქმა უნდა განსაზღვრულია სასიკვდილო. კარგი, აი მოდი გადავიდეთ ახლა თიკოსთან, თიკო კვალიაშვილი, Animal Rescue Georgia-ს დამფუძნებელი. თიკო, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და აი რა შეგიძლიათ თქვათ
სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხზე, როგორც მივხვდი, არ არის სარწმუნო თქვენთვის, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიუსაფარი ძაღლები მიყავთ დასაძინებლად და გორის ეპიზოდზეც ვითხარი, თუ შეიძლება ძალიან მძიმედ იმოქმედა ამ ინფორმაციამ დარწმუნებული ვარ თითოეულ მოქალაქეზე, ხო, ეხა არ გამოვყოფ ცხოველის მოყვარულზე, არა მოყვარულზე, რა შეგიძლიათ ამაზეც რო თქვათ? მოგესალმებით. მე აქ პირველ რიგში ვიმყოფები, როგორც რიგითი ცხოველთა მოყვარული და რიგითი ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას, საკუთარ ფინანსებს, საკუთარ ძალებს წირავს იმას, რომ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა რამდენადმე იყოს გამოსწორებული. გამომდინარე იქიდან, რომ თავადაც ვნახეთ კადრები, როგორ დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი მავნებლური კანონის აღსრულება ჩვენს ქვეყანაში. მინდა გითხრათ ასეთი რამ. ჩვენ გახდით ამ კანონის მიღებამდე შეხვედრაზე სურსათის სააგენტოში, თუმცა ჩემს კითხვებს მათ პასუხი არ გასცეს. ჩემ კითხვა მდგომარეობდა შემდეგში. მათ ეს საპილოტო პროგრამა დასავლეთ საქართველოში დაიწყეს 1 წლის წინ. და 1 წლის განმავლობაში ფაქტიურად არ დატოვეს მიუსაფრები არსად. უამრავი ადგილობრივი ცხოველთა მოყვარული ყოველ დღე მიკავშირდებოდა და მემუდარებოდა, რომ დავხმარებოდით, იმიტომ რომ გაწყვიტეს სიმწრით გადარჩენილი დიახ, სიმწრით გადარჩენილი ცხოველები გაწყვიტეს, რადგან ვერ ხედავს დაბრუნებას ადამიანს არ დააბრუნეს, დიახ, გააქრეს არ დააბრუნეს, არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. იცით რომ გაწყვეტილი. დიახ, რა თქმა უნდა, მე შემიძლია დაგაკავშიროთ ადგილობრივ ცხოველთა მოყვარულებს, რომლებიც ფაქტებს დაგიდებენ და დაადასტურებენ, რომ ნამდვილად ასე მოხდა. ელემენტარული სურსათს არ შეუძლია კომუნიკაცია ცხოველთა მოყვარულებისგან, იმიტომ რომ მათ ჩვენგან უნდა ისწავლონ ის გზები, რა გზებითაც ჩვენ მოვიყვანეთ მიუსაფრები აქამდე. ის რომ ჩვენ მათზე შეგნებულები ვართ და მათზე სწორად გვესმის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, მათთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ გადაწყვიტეს, რომ თურმე გამოსავალი არის ამ გადარჩენილი მართლა სიმწრით მოყვანილი ცხოველების განადგურება. ეს არის მართლა განადგურება, იმიტომ რომ მიკედლების არეალიდან ცხოველის გადასმა სადღაც დაუსახლებელ ადგილას, სადაც ფიზიკურად მოყვარულს არ შეუძლია მივიდეს ყოველდღე და გამოკვებას, თქვენ ხვდებით ტყეში როგორ უნდა იაროს ადამიანმა, რომელიც სიტყვაზე თავის სახლის გვერდზე წლობით უვლის და კვებავს ცხოველს. თიკო, ვითარება არის, რომ ნაწილის, ანუ როგორც თქვენ ახსენეთ ეს სიტყვა, ანუ მოკვლა ხდება და ნაწილი მიუვალ ადგილზე მიყავს. დიახ, ასეთი თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია რა არის არსებულ სურათზე. დღევანდელ კადრებს შეხედეთ, წარმოედგინეთ ზუგდიდიდან სადისტურად ყოველგვარი წესების ადამიანური დიახ, ამას გიყვებით, დიახ. ერთ-ერთი სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს რომ მიუდგეთ, დაუშვებელია ამდენი ცხოველის ერთად შეყრა პატარა გალიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. წარმოიდგინეთ, რადგან ატყდა განგაში და მადლობა ცხოველთა მოყვარულ სალონ ფარცვანიას, რომელმაც ეს ყველაფერი გადაიღო, ალბათ ამ ძაღლებს დღეს ჩვენ ვერ ვიხილავდით, თუმცა როდესაც ვუყურეთ ამ პირდაპირ ერთ-ერთ ცხოველთა მოყვარულის, სადღაც გადაკარგულ ადგილას აბრუნებენ ამ ცხოველებს, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია რომ გადარჩა თოვინმე არ გამოკვება და ძალიან რთულია დამიჯერეთ, უმეტესობას მეც პირადად მანქანა არ მყავს. შეუძლებელია დაუსახლებელ ადგილებში იარო და კვებო ეს ძაღლები და მეორე ფაქტი კიდევ ის მინდა აღვნიშნო, რომ ამ დაუსახლებელ ადგილებში ეს ცხოველები გახდებიან გარეული ცხოველების ხვერპლი. ნაცვლად იმისა, რომ სურსათი ებრძოდეს ცოფს ჩვენს ქვეყანაში, ამ გზით ის ცოფის გავრცელებას უწყობს ხელს, იმიტომ რომ გაეცნოთ ყოველწლიურ სტატისტიკას, ცოფის მაჩვენებელი ქვეყანაში იმატებს. და იდეაში სურსათის ვალდებულება არის ეს, რომ ცოფის პრევენცია მოახდინოს. კარგი, გადავალ ახლა ისე კალტონ თინათიდან. კალტონ თინათინ, აი ვახსენეთ ეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ხა ეს რომ არსებობს, ამას ეუბნება საერთოდ თქვენი საქმიანობა, ხო, ამდენი წლის განმავლობაში. აი რა შეგიძლიათ გორის თემა ვახსენეთ და აი ამაზე რა ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ ადგილზე, თქვათ აი რა ხდება, თუ ქონდათ მისვლის მცდელობა, სააგენტოს განმარტება ვნახეთ, რომ არადასტურებენ, მაგრამ აი თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია რა არის ამ? რა არის მე საკმაოდ ესეთი რეალისტი ადამიანი ვარ და თუ თვითონ არ ვხედავ რამე ფაქტს, ნუ კი ამოდიოდა ბოლი, ხო? პირველი რაც მე გამიჩნდა, ნუ ეს
ის რომ რამდენიმე საათის განმავლობაში როგორც ითქვა რამაც გააჩინა ჩუმად რა თქმა უნდა ღამე ხდება ეს ხო ოღონდ კრემატორიუმსაც კი აქვს თავისი სტანდარტი ეს ჩემი აზრით აი ამ ხელა ბოლი არის რაღაცა კუსტარული ფეჩი რასაც ქვია სადაც შეიძლება ჩადეს ეს გვამები მაგრამ ეს არის ისევ ჩვენზე გარემოს დაბინძურება ხო კრემატორიუმსაც კი აქვს თავისი სტანდარტი რომ შენ არ მოგწამლოს იქვე ხო და არას უნდა დააყენოს ახლა მე არ ჩავსულ ვარ და ანადოლიძის იმას უყურებდით ახლა კადრებს არ შეუშვეს ანუ პოლიტიკოსი არ შეუშვეს ისეთი გზნობაა რომ რაღაცა ციხე აკრძალული ტერიტორია აი რაღაცა უცნაურად დაიცვეს და კიდე ერთი ძალიან მინდა რომ დავამატო იცით ისედაც დასტრესილი ქვეყანა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რამდენი პრობლემა გვაქვს ხო კიდე უფრო სტრესავენ ადამიანებს რომლებისთვისაც ეს არის აი როგორც შვილი მასზე პასუხისგებლობა აქვს ხო აღებული იმაზე არ ვლაპარაკობ რომ ბავშვი რომელიც თუნდაც სოციალურ ქსელში ამას უყურებს ხო ის ისეთ ტრავმას იღებს რომ მერე ან სადისტი გამოდის და თვითონაც ცდილობს ხო ან ისეთი სტრესი აქვს რომ მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებს ანუ მთლიანად მთელ მოსახლეობაზე მიდის აი ეს რაღაცა საშინელი როგორ ვთქვათ ალბათ ისეთი ტრავმაა რომელსაც მე მაგალითად აი იმ ბოლს ნუ არ ვიცი რა არის ხო მაგრამ ძაღლს რო უყურებ აი იმ გალიაში ამაზე უფრო სტრესული მდგომარეობა არ არის და ესმით ბავშვებს ჩვენ სკოლაში გაკვეთილებს უტარებთ როცა უხსნით რაღაცას ბავშვს ძალიან ადვილად ესმის ეს რამდენად უბედურობა და ამას არავინ არ ზრუნავს ამაზე სკოლებშიც. აი ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა, ჩვენ შევდიოდით სკოლებში, ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია. ცნობიერების კი არა, უბრალოდ ბავშვის რაღაცნაირად ემპათიის გაღვიძება, ხო? იმიტომ რომ ბავშვს თავიდან რო იბადება, არავითარი განსვლა არ აქვს ბუნებასთან, არც ეშინია, არც ის ერჩის ის ცხოველი და მერე უცებ იწყება აი ჩვენი დასრულების კივილი და აი სისასტიკე არ შეიძლება განავითარო ბავშვს. თიკო ბოლოს თქვენ მინდა რომ გთხოვოთ აი აქ გამოსავალზე აი როგორ ფიქრობთ შეიძლება თქვათ მოახდინოს ახლა ამ ხმაურმა გავლენა მაგრამ ალბათ მოკლე პერიოდში თქვათ რაღაც პროცესის შეჩერება მე არ ვიცი ზუსტად რა ხდება მაგრამ ნუ ფაქტია რომ რაღაც ყველა ქალაქიდან რაღაც სიგნალები მოდის აი როგორ უყურებთ ამ სურათს რა უნდა მოხდეს ახლა რომ გრძელ ვადაში პოზიტიური განვითარება ქონდეს ამ პროცესს ჩემი ორგანიზაციის სოციალურ გვერდზე არ ჩერდება წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით წამოსული ცხოველთა მოყვარულები ყოველ წამს მატყობინებენ რამს სიტყვაზე შორაპანში გამოჩნდა კახეთში გამოჩნდა დღეს დაიწყეს ან სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ნადირობა მიუსაფრებზე გამოსავალი მდგომარეობს ერთადერთი იმაში რომ ეს მავნებლური კანონი სურსათმა რომელიც მიიღო და ფიქრობს რომ თურმე ასეთი მიდგომებით საქართველოში უნდა მოგვარდეს მეუსაფარი ცხოველების პრობლემა ნორმალურია ეს მავნებლური კანონი უნდა გაჩერდეს მათ ვინც ეს კანონი დააწერინა არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რეალურად რა არის გამოსავალი ჩვენს ქვეყანაში მათ ჩვენთან არ გაუვლიათ არანაირი საუბარი ან არანაირი კონსულტაცია უბრალოდ ადგენენ და აბსოლუტურად უცოდინარ მავნებლებს დააწერინეს ეს მავნებლური კანონი ეს კანონი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად ჩვენთან ორგანიზაციებთან და იმ ადამიანებთან რომლებიც წლებია სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ ქვეყანაში და ძალიან კარგად იციან როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა ჩვენთან ერთად უნდა გაიარონ რათა შევჯერდეთ საერთო კანონზე ნითუბეთი არსებობს სახელმწიფო რომელიც უნდა წაეკითხოს. დიდი მადლობა შეიძლება ერთ სიტყვას დავამატებთ და დაგემშვიდობებით. თითოეულ ცხოველთა მოყვარულს გთხოვთ რომ 4 აპრილს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს 4 საათიდან გელოდებით კანცელარიასთან, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვარ ცხოველების ხმა და ჩვენს ხმას სახელმწიფო ვერ ჩაახშობს. დიდი მადლობა ორივე თქვენგანს დაგემშვიდობებით წარმატებას გისურვებთ რა საკვირველია. 5 საათზე უკვე ახალი ამბების დრო